მეგობრებო, დღეს ვაგრძელებთ სამშაბათობას აქციების განათლების საკითხებზე, როგორც ჩანს დაიწყო უკვე სემესტრი და სტუდენტების გამოჩნდნენ, ეგეც შემოგვიერთეთ დღეს გაინტერესებთ განათლების საკითხები. აქ ვიკრიბებით ხოლმე კვირაში ერთხელ სამშაბათობით 3 საათზე იმისთვის რომ ვილაპარაკოთ იმაზე რა დაემართება განათლების სისტემას ამ რაღაც გამოცხადებული რეფორმის ფარგლებში. დღევანდელი თემა ეხება იმას თუ რას უპირებენ შენობებს, რას უპირებენ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას, ქონებას ამ უნივერსიტეტების შენობებს, ლაბორატორიებს, აუდიტორიებს. ეხლა რაც ვიცით ამ წუთას არის ის, რომ ქართული ოცნება აპირებს რომ გაყიდოს უნივერსიტეტების შენობები იმისთვის, რომ როგორც თვითონ ამბობენ, დააფინანსონ ახალი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის აშენება. აქ იგულისხმება ის, რომ უნდათ რომ 60,000 სტუდენტი გაიყვანონ თბილისიდან, თბილისის გარეთ, უკვე არის განკარგულება, რომელიც ითხოვს რუსთავის და ქუთაისის მუნიციპალიტეტებისგან მხარდაჭერას იმისთვის, რომ რუსთავში 40,000-იანი ახალი კამპუსი აშენდეს და ქუთაისში 20,000 ადამიანი დაემატოს, როგორც ჩანს იმ კემპუსს, რომელიც უკვე არის აშენებული ეგრეთ წოდებული ბიზინა ივანიშვილის თუ ბიზინა ივანიშვილის ეგრეთ წოდებული უნივერსიტეტის ფარგლებში. ხო, ეხლა იქ უკვე სწავლობს ქუთაისში უკვე სწავლობს 10,000 ადამიანი და 20,000 დამატება საკმაოდ დიდი ნახტომი იქნება. რუსთავშიც გადატანა არის მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც შეცვლის არამხოლოდ იმას თუ როგორ იქნება თბილისი, იქნება თუ არა თბილისი საუნივერსიტეტო ქალაქი, არამედ შეცვლის იმასაც, როგორი იქნება ვაკე და საბურთალო, სადაც ძირითადი შენობებია განლაგებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის. შენობებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ის არის ნათქვამი, რომ არ გაიყიდება მხოლოდ პირველი და მეორე კორპუსები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დანარჩენი ყველაფერი არ არის გარკვეული. საუბარია ასევე, რომ შეიძლება ისტორიული შენობები, მაგალითად როგორც არის კონსერვატორია, სამხატვრო აკადემია, ისინი არ გასხვისდეს, მაგრამ ყველა დანარჩენი შეიძლება იყოს აი ამ ცვლილების სამიზნე. და ეს ცვლილება გულისხმობს ბევრ რამეს, არა მხოლოდ უნივერსიტეტებისთვის, არამედ გულისხმობს ქალაქისთვისაც, ხო? იმიტომ რომ ეხლა როცა მაგალითად ჭავჭავაძეზე ძირითადი საზოგადოება, რომელიც იკრიბება ჭავჭავაძის პროსპექტზე ან პეკინზე ან კოსტავაზე, ეხლა არიან სტუდენტები და პროფესორები, შემდგომში ეს ხალხი იძულებული გახდება, რომ იაროს სხვა ქალაქში. სხვა ქალაქში ჩააბარონ, მერე ვიცით, რომ თბილისში ცხოვრობს სტუდენტების დიდი ნაწილი და მათ მოუწევთ უკვე სხვა ქალაქში სასწავლებლად სიარული და ეს იქნება სრულიად ახალი რამ თბილისელი ახალგაზრდებისთვის, რაც აქამდე არ იყო. აქამდე იყო პირიქით, რომ თბილისში ჩამოდიოდა უმეტესობა სასწავლებლად, ეხლა თბილისიდან მოუწევს უმეტესობას წასვლა სხვაგან სასწავლებლად. როცა არგუმენტებზე იყო ლაპარაკი და ეს სიტყვა ძალიან უყვართ ბიზნეს პრემიერ-მინისტრს, ესეც საინტერესო არგუმენტი მოიყვანა, რომ ჩვენ უბრუნდებითო იგივე საწყისებს, რაც იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დროს. და ესეთი რაღაც თქვა, რომ აი მაშინაც ხო ქალაქის განაპირას აშენდა უნივერსიტეტიო და ეხლაც იგივეს ვაკეთებთ, რომ ქალაქის განაპირას მინდა რომ ავაშენოთ ახალი უნივერსიტეტი და უბრალოდ იმის თქმა დაავიწყდა, რომ მაშინ არაფერი არ გაუქმებიათ, უბრალოდ ახალი დააარსეს. და ეხლა აპირებენ ძველის გაუქმებას. ეხლა გაუქმებაზე როცა ვლაპარაკობთ, ეს პროცესი არ დაწყებულა ამ გამოცხადებული რეფორმის ფარგლებში. უკვე რამდენიმე წლის წინ, როდესაც ილიას უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსი პალიაშვილის ქუჩაზე გახდა ავარიული, ან როცა აღმოჩნდა რომ ავარიული და როდესაც უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, რომ
ეს корпуსი დაეშალა და ახალი აიშენებინა მის ნაცვლად, უკეთესად მოწყობილი, სახელმწიფომ უარი უთხრა ამ პროექტზე. იმიტომ რომ იციან როგორც ჩანს რომ იმ ადგილას ეთყობა რაღაც სხვა უნდათ რომ ააშენონ, ანუ უნდათ რომ ეს უნივერსიტეტის корпуსი გაყიდონ. ჩვენ ნახეთ ისიც რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გაასხვისა თავისი ერთ-ერთი корпуსი, მეგონი მეშვიდე корпуსია. თითქოს გაცვალა რაღაცა დაპირებაში, რომ აშენდება საერთო საცხოვრებლები და თითქოს ეს გადაეცა კერძო უნივერსიტეტს, რომელმაც ასევე გაცვალა მიწა სახელმწიფო ორგანიზაციაზე, ლუგარის კვლევით ლაბორატორიაზე. ესე რომ ისე გამოიყვანა სახელმწიფო, თითქოს ამითი სახელმწიფოს არაფერი არ დაუკარგავს. სინამდვილეში უნივერსიტეტმა დაკარგა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ გაეუმჯობესებინა საკუთარი შესაძლებლობები, არა მხოლოდ ლაბორატორიებისთვის, ან აუდიტორებისთვის, არამედ ასევე საერთო საცხოვრებლებისთვისაც. საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა არ მოიცავს მხოლოდ იმ ტერიტორიებს, რომლებიც არის განლაგებული თბილისის ცენტრში. უნივერსიტეტებს აქვთ საკვლევი ბაზები და აქვთ ინსტიტუტები თბილისის სხვა უბანშიც, მაგალითად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაწილია ბოტანიკის ინსტიტუტი, რომელსაც უჭირავს ბოტანიკური ბაღის დიდი ნაწილი და არის უზარმაზარი ინფრასტრუქტურა. ასევე აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სხვა შენობები, მაგალითად კოსმოსური ნაგებობების კვლევის არ ვიცი რა ქვია ცენტრი, მე მგონი საგურამოში. ილიას უნივერსიტეტს აქვს კვლევითი ბაზები სტეფანწმინდაში, აქვს გრიგოლეთში, დედოფლის წყაროში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰქონდა უზარმაზარი საკონფერენციო ცენტრი ტაბახმელაში. ანუ არის უზარმაზარი ქონება, რომელსაც ეს უნივერსიტეტები ფლობენ და ამ ქონების ხელში ჩაგდება, როგორც ჩანს, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ამ საგანმანათლებლო რეფორმის. ამ ინფრასტრუქტურის ნაწილი არის არა მხოლოდ შენობები, არამედ არის ასევე სხვა ტიპის ინფრასტრუქტურაც. აი მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ყავს კვლევითი ხომალდი, რომელსაც ქვია სანტილია და რომელიც გამოიყენებოდა აქამდე მაგალითად შავი ზღვის აუზის საკვლევად. იკვლევდნენ მაგალითად დელფინების პრობლემებს შავ ზღვაში ამ გემის გამოყენებით. ამ უნივერსიტეტების ქონების გასხვისება როგორც ჩანს არის პრობლემა. ანუ ესე მარტივად ვერ აკეთებენ, იმიტომ რომ უნივერსიტეტების წესდებებში არის დათქმები, რომელიც გულისხმობს იმას, რომ უნივერსიტეტის თანხმობა არის საჭირო იმისთვის, რომ ეს ქონება გასხვისდეს. და არის მოლოდინი და საუბარი იმის შესახებ, რომ აი ხა დაინიცირებულია ახალი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც თითქოს ჩამოყალიბდება რაღაცა მმართველი ორგანო, რომელიც თავის თავში გააერთიანებს ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტს და მათ ქონებას იმისთვის, რომ ამ ქონების განკარგვა უფრო მარტივი გახდეს ქართული ოცნებისთვის. რაც მსგავსი მოდელი შეიმუშავა თავის დროზე უნგრეთმა პრეზიდენტ ორბანის ინიციატივით, იქ ეს ქონება და დაფინანსება გადავიდა სპეციალური განათლების ხარდამჭერი ფონდების ხელში, რომლებსაც დაუნიშნეს ვითომ დამოუკიდებელი მმართველი საბჭოები, მაგრამ სინამდვილეში ეს საბჭოები დამოუკიდებელი იყო პარტიაზე და ეს პარტია ეხლა განაგებს იქ უნივერსიტეტების დაფინანსებას. ამ უნივერსიტეტების დაფინანსების ხელში ჩაგდებამ გამოიწვია ისიც, რომ მაგალითად ევროპული გრანტები დაკარგა ამ უნივერსიტეტებმა, მაგალითად ერაზმუსის დაფინანსება შეუწყვიტეს ამ უნივერსიტეტებს. ეხლა თვითონ ამ შენობების ის რომ წარმოვიდგინოთ, შენობების ისტორია ეს არ არის მხოლოდ დაარსების დროს გაღებული ძალისხმევა, ცხადია, როცა დაარსდა ეს უნივერსიტეტები, უზარმაზარი ძალისხმევა ჩაიდო იმისთვის, რომ
ეს შენობები აშენებული იყო ისე, რომ ქონოდა შესაძლებლობა ხალხს რო იქ ესწავლა და ეკვლია, არამედ უზარმაზარი ძალისხმევა ჩაიდო 2006-7 წლების მერეც, რომ რეაბილიტაცია მომხდარიყო ამ შენობების. აი მაგალითად მე მახსოვს აბასთუმნის ობსერვატორია სრულად დანგრეული იყო და მისი მნიშვნელოვანი რეაბილიტაცია მოხდა, იქ შეიქმნა არამხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ ეკვლიათ იქაურ მეცნიერებს, ვინც იქ მუშაობდა და ცხოვრობდა აბასთუმანში, არამედ შესაძლებლობა გაჩნდა იმისთვისაც, რომ ჩასულიყვნენ სტუდენტები, იქ გაკეთებული იყო საზაფხულო სკოლები, მათ შორის უცხოელი სტუდენტებისთვის, შეიქმნა სასტუმროები და ასე შემდეგ და მე ეს რამდენჯერმე განიავდა სწორედ ასეთი პოლიტიკის გამო. ანუ რამდენჯერმე ეს უნივერსიტეტი გადაეცა სხვა მფლობელს, მე დაუბრუნდა ისევ უნივერსიტეტს, მე ისევ გადაეცა, ეხლა შეიცვალა ისევ მფლობელი და აი ესე ნანალა ნიავდება ყველა ის ძალისხმევა, რასაც უნივერსიტეტები დებენ ხოლმე აი ამ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში. ამ ინფრასტრუქტურის პრობლემის ერთ-ერთი ნაწილი ის არის, რომ როდესაც ხდება გადატანა რაღაცა კვლევითი მიმართულებების ერთ შენობიდან მეორეში, ხშირ შემთხვევაში საჭირო ხდება ხოლმე ბიბლიოთეკების და ლაბორატორიების გადატანა და ამ პროცესში იკარგება მნიშვნელოვანი საბუთები, დოკუმენტები, ლიტერატურა და სხვა. სხვა შორის ამის შესახებ ძალიან დეტალურად ყვებოდნენ იმ კომისიაზე, რომელსაც თეატრო ლუკიანი ეუწყება და ისევ იქ აღწერდნენ, როგორ დაიკარგა რაღაც ნაწილი, როდესაც ინსტიტუტების შეერთება მოხდა, ან გაერთიანება მოხდა ზოგიერთი მიმართულების თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სწორედ აი იმ გამოცდილებაზე დაყრდნობით არანაირად არ უნდა მიღებულიყო ეს გადაწყვეტილება, რასაც ეხლა იღებენ. ეს არის პრობლემების ნაწილი, მხოლოდ რაც შეიძლება წინასწარ გამჭვრიდოთ ჩვენ. მაგრამ დღეს ამ შეკრებაზე ცნობილ ანთროპოლოგს კეთება გორჩიას, ჭამს მეუღლებს, თხოვეთ იმისთვის რომ ილაპარაკოს იმის შესახებაც, თუ რას ნიშნავს თვითონ ეს სივრცე აკადემიისთვის და საზოგადოებისთვის. ერთი წუთით არ ვიცი, კაი, ესე დავიჭერ. როგორ მოვაჭირო ხა? აი ასე. კარგი. გამარჯობათ, მე ვილაპარაკებ ალბათ მოკლედ, შეიძლება ცოტა უფრო თეორიული იყოს და არ ვიცი ხა ამ სიტუაციაში ეს რამდენად კარგია, მაგრამ შევეცდები. პირველი რაზეც ვილაპარაკებ არის როგორ არის რომ მთავრობისთვის ან ეკონომიკის სამინისტროსთვის შენობები არის ინფრასტრუქტურული ქონება, რომელიც შეიძლება რომ გაასხვისო და უნივერსიტეტებისთვის და საზოგადოებისთვის ეს შენობები არ არის უბრალოდ შენობები, ეს არის სივრცეები, რომელსაც ძალიან ბევრი რამ მიბმულია და ამას სოციოლოგიაში სხვადასხვა რაღაცების სწავლობს და ამაზე ცოტას ვილაპარაკებ. მე ვილაპარაკებ ერთი მხრივ რას უშვება ეს საუნივერსიტეტო განათლებას, როცა იმ ადგილებს წყდება განათლება, რომელშიც ის ვითარდება და რას უშვება ქალაქს ეს ყველაფერი. ესეთი გავრცელებული არსებობს ხედვა ანთროპოლოგიაში და სოციოლოგიაში, რომ ადგილები და განსაკუთრებით შენობები არის ისეთი წარმონაქმნები, რომლებსაც ადამიანები ქმნიან, მაგრამ მე ეს შენობები ქმნიან ჩვენ და იწყებენ ჩვენზე მოქმედებას. ანუ ისინი არ არის აბსოლუტურად ნეიტრალური სივრცეები და ძალიან ხშირად ჩვენ ქცევას განაპირობებს ხოლმე როგორია ესა თუ ის შენობა. საუნივერსიტეტო შენობებს აქვთ კიდე თავისი სპეციფიკა და ითვლება, რომ საუნივერსიტეტო შენობები არის გაჯერებული სივრცეები, სადაც ყველაზე მაღალია პოტენციალი, რომ იქ ადამიანებმა ცოდის ურთიერთგაცვლის საფუძველზე შექმნან ხოლმე სიმართლეები. ეხლა ეს ხელოვნური ტერმინია ასე, მაგრამ ეს იქნება
ამისი პოტენციალი არსებობს. აუცილებელი კი არ არის, რომ ის იდეა რეალიზდეს როგორც ჭეშმარიტება, მაგრამ ამისი პოტენციალი ყველაზე მაღალი არის საუნივერსიტეტო სივრცეებში. ეხლა ხო, აი თუ დააკვირდებით თქვენ რომ არის ასეთი სივრცეები, რომელსაც გარკვეული ფუნქცია არის მიბმული, და იქ რო შედიხარ, თითქოს თქვენი როლიც იცვლება. მაგალითად სასამართლოს აქვს ეს რაღაცა თავისი როლი, ან სისხლის ლაბორატორიას აქვს თავისი როლი. ხო, აი მაგალითად სადღაც რო კარავში იგივე გააკეთო, ან ამას ჭირდება ხოლმე ახსნა, რომ რატო ტარდება ეს იმ ადგილას, სადაც ეს არ უნდა კეთდებოდეს. აი უნივერსიტეტები არის ესეთი სივრცეები, რომელსაც ამ ნდობის მოპოვება, რომ იქ შევიდეს ადამიანი თუ მას უნდა რომ რაღაც იდეა განავითაროს, ის არ შედის სუპერმარკეტში, არ შედის რაღაცა კორპუსში, არ შედის ლაბორატორიაში, შედის უნივერსიტეტში და იცის სად არის ეს უნივერსიტეტი და მას შეუძლია ასევე შეიაროს ამ უნივერსიტეტში და მერე მოიფიქროს, რომ ეს არის სივრცეები, სადაც ამისი პოტენციალი ყველაზე მაღალია. ეხლა უნივერსიტეტები ჩვენთან თბილისში ჩამოყალიბდა გარკვეული ლინიარულობა ჭირდება. ანუ ესე ვერ გახსნი უცბად რაღაც სივრცეს და ვერ იტყვი, რომ აი აქ მოდით, ეხლა თქვენ აქ მუშაობაა კარგი. ამას ჭირდება გარკვეული დაძველებაც. საქართველოში განსაკუთრებით დაძველება და სიძველე არის ხოლმე თვისება რაღაცეების, რაც მათი ძირითადი განსაზღვრელია. იმისთვის, რომ მაგალითად ეკლესიების შემთხვევაშიც, რომელიმე ეკლესიაში ჩათვალოთ, რომ იქ ყველაზე მეტად გინდათ, რომ წახვიდეთ, ეს ეკლესია უნდა იყოს რაც შეიძლება უფრო ძველი. ამ სიძველეს მნიშვნელობა აქვს. ახლა უნივერსიტეტების შემთხვევაში ჩვენთვის ყველაზე ძველი არის ის უნივერსიტეტები, რომელიც ითვლის ერთ საუკუნეს და ოდნავ უფრო. მეც და არის ასევე ის უნივერსიტეტები და შენობები, რომლებიც ამ სივრცეში შეიქმნა. ანუ ეს სივრცე, ეს ტერიტორია არის ტერიტორია, რომელიც ჩვენთვის ასოცირდება საუნივერსიტეტო ცოდნის გაზიარებასთან. თავის დროზე, როცა ჩამოყალიბდა ერთი საუკუნის წინ და აქ გაიხსნა, მაშინ სხვათა შორის 1934 წლისთვის ეს ხო უკვე აქ არსებობდა, მაგრამ მაშინვე გადაწყდა, რომ ცენტრი უნდა ყოფილიყო აქ და ამისი ერთ-ერთი ნიშანი ისიც იყო, რომ მაგალითად ელიტისთვის სახლი 11 სართულიანი აქ ააშენეს. და აქედან იწყებოდა ეს მთელი განვითარება და მიდიოდა მერე ერთად ქალაქი და ასე შემდეგ. ეხლა დოკუმენტი, რომელიც აღწერს რა უნდა დაემართოს ინფრასტრუქტურას, საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურას საქართველოში, ამბობს, რომ ქალაქი უნდა განიტვირთოს უნივერსიტეტებისაგან. თვითონ სიტყვის შერჩევაც არ არის შემთხვევითი, ამ წუთას საუნივერსიტეტო ცხოვრება და უნივერსიტეტები არის ტვირთი ქალაქისთვის, რომელიც სხვანაირად აპირებს, რომ განვითარდეს. შესაბამისად, ის რაც ამ პროფესორებისთვის და სტუდენტებისთვის არის მათი მთავარი ძალა, სახელმწიფოსთვის იქცა ტვირთად, რომლის მოშორებაც მას უნდა. და ამისგან ის აპირებს, რომ შექმნას გამოშიგნული ქალაქი. ეხლა ქალაქი, რომელიც არის გამოშიგნული ამ სტუდენტებისგან და ცოდნის შექმნისგან, ყალიბდება რაღაცა სხვა ტიპის ქალაქად. და ჩვენ გვაქვს სხვათა შორის მაგალითები, რომ გადავხდეთ ცოტა. საფრანგეთში 1968 წლის გამოსვლების მერე გადაწყვიტეს, რომ უნივერსიტეტები დაეყოთ, სხვადასხვა ინსტიტუციური ერთეულები შეექმნათ და აეშენებინათ ქალაქ გარეთ კამპუსები და ამ გადატანამ გამოიწვია ის, რომ თვითონ ამ ქალაქის ქსოვილიდან რომელსაც უნივერსიტეტი წრებდა როგორც აი ესე თავშეყრის და ცოდნის შექმნის ადგილებს, ესენი მთლიანად გამოასუფთავა. მაგრამ საფრანგეთში შედგა მაშინვე შეთანხმება, რომ ეს შენობები არ გაიყიდებოდა. ანუ მაშინაც კი როცა გეუბნებია, რომ არსებობს მაგალითები, რომ აი აუშენეს ქალაქგარეთ კამპუსი, ეს არ არის ის, რასაც ხელისუფლება აპირებს, ისინი აპირებენ, რომ ეს შენობები გადავიდეს ქალაქის გარეთ, ქალაქი დაიცალოს სტუდენტებისგან, კრიტიკული აზრისგან და ჩამოყალიბდეს რაღაცეები ქალაქის გარეთ. ძალიან რთული რა იქნება, ძალიან რთული არის შექმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელსაც ექნება ეს ნდობა, რომ იქ შეიძლება რაღაც ახალი ტიპის ცოდნა შექმნა და შექმნა გაჯერებული სივრცეები. ასევე მთელი ამ რეფორმის კონტექსტში თუ წავიკითხავთ ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს, ესენი აღარ იქნება სივრცეები, სადაც სხვადასხვა დარგები ხვდება ერთმანეთს. ამ წუთას უნივერსიტეტში როცა შემოდის ადამიანი,
ის შეიძლება თქვათ სტუდენტი არის და რაღაცა ერთ სფეროში იმუშაობს, გადააწყდეს სულ სხვა მიმართულებიდან რაღაცა ლექციას, რაღაცა ანონს, გადააწყდეს ბიბლიოთეკაში რაღაც წიგნს, რომელიც სრულად შეცვლის მისი კვლევის ან სწავლის მიმართულებას. და ეს თავისუფალი მოძრაობა დარგებს, იდეებს, თეორიებს შორის ქმნის საუნივერსიტეტო სივრცეს, დამაჯერებლობას და თავისუფლებას, რისთვისაც უნივერსიტეტებს უნდათ, რომ იყვნენ ქალაქის ნაწილი და რისთვისაც ისეთ ხელისუფლებას, რომელსაც ესე პრობლემება ურჩევნია, რომ ის აღარ იყოს ქალაქის ნაწილი. თუ ის გამოშიგნა ასევე გამოიწვევს და მისი კონტურები უკვე ძალიან მკვეთრად იკვეთება იმას, რომ ეხლა თუ ეს არის ასეთი რაღაცნაირი თავმოყრის და შეკრების ადგილები, მერე ეს გახდება სერვისის მიმწოდებელი ადგილები, რომლებშიც ყველაფერი უფრო ფუნქციურია, რაღაცები მიდიან და რაღაცა კონკრეტულს, რომელიც ბაზარმა დაუდგინა, იქ სწავლობენ. შესაბამისად ამ გამოშიგნას აქვს საზოგადოებრივი დაცარიელების ეფექტი და ჩვენ ყველა უნდა შევეცადოთ, რომ ამის წინააღმდეგ რაღაც გავაკეთოთ. ამი კითხვები ხომ არ გაქვთ მოხსენებად? არა. სულია. ხომ არ გაქვთ. თუ კითხვები გაქვთ, ჩემთან შეგიძლიათ მოვიდეთ. ხო, ერთი საკითხი, რაზეც კეთი მილაპარაკა ბოლოში არის ის თუ როგორ კარგავს ადგილი თავის ფუნქციასაც და რაღაცნაირად საკრალურობასაც. ერთ-ერთი პროცესი, რომელიც ხსნის სხვა შორის იმ საკითხსაც კარგად, თუ რატომ არიან პასიური ამ საუნივერსიტეტო საზოგადოების ნაწილი, მაშინ როდესაც რაღაცა ემუქრება ამ უნივერსიტეტებს, ერთ-ერთი თეორიული მიმართულება, რომელიც ამ საკითხებს სწავლობს, ეხება განათლების სისტემის კომერციალიზაციასაც. აი, კოტაც ამ საკითხს სწავლობს თავის სადოქტორო ნაშრომში. პრობლემა არის ის, რომ როდესაც, როგორც კეთი თქვა, ეს არის უკვე რაღაც სერვისის ადგილი და არა რაღაც ცოდნის შექმნის ადგილი და ცოდნის გაზიარების ადგილი, მაშინ შეიძლება მარტივად შეცვალო ეს სივრცე, ისევე როგორც მაგალითად მარტივად შეგიძლია შეცვალო შენი ქცევა, როდესაც შენ უბანში სუპერმარკეტს გააუქმებენ. ხო, თუ რაღაცას ყიდულობდი ერთ სუპერმარკეტში, აღარ არსებობს ეს სუპერმარკეტი, წახვალ სხვაგან არანაირი პრობლემა არ არის, არანაირი მიჯაჭვულობა არ გაქვს, მაგრამ მაგალითად თუ ეს არ არის სუპერმარკეტი და უფრო არის უბნის მაღაზია, სადაც იცნობ გამყიდველს და მასთან ერთად სხვა ურთიერთობაც გაქვს ამ მაღაზიის გარეთ, იმიტომ რომ ის შენი მეზობელია და მასთან გაქვს უკვე რაღაცა ურთიერთობა როგორც თანამოქალაქესთან, მაშინ შეიძლება სხვანაირად განიცადო იმ უბნის მაღაზიის დახურვაც. ესე რომ თავად იმათ შორისაც კი, რომლებიც განიხილებიან სერვისის მიმწოდებლებად, კი იმათ შორისაც კი არის განსხვავება და სტუდენტები, როდესაც უნივერსიტეტებს უყურებენ როგორც რაღაცა კონტრაქტით აღებული ვალდებულებების ადგილს და არა იმ ადგილს, სადაც ისინი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს ატარებენ, სადაც ისინი მნიშვნელოვან ურთიერთობებს ეძებენ და პოულობენ და სადაც ისინი თანამონაწილეები არიან თავად ამ უნივერსიტეტის არსის განსაზღვრაში, მაშინ ხო, ისინი უყურებენ ამას როგორც რაღაც აღებმიცემობის ტრანზაქციების ადგილს და უკვე თვითონ იმ ადგილსაც ეს ღირებულებაც აკლდება. არ არის შემთხვევითი, რომ ის მეტაფორები, რაც იყენებენ ხოლმე უნივერსიტეტების აღსაწერად, უკავშირდება უფრო წმინდა ადგილებს, ვიდრე თქვათ საყიდვა-გაყიდვის ადგილებს, მაგალითად თეთრი ტაძარი, ხო, ხშირად ამბობენ ხოლმე ამის შესახებ. და ეს აჩვენებს არა მხოლოდ იმას, რომ ეს არის ადგილი, სადაც რაღაცა თქვათ საკრალური ღირებულება აქვს თავისთავად როგორც ადგილს, არამედ იქ, სადაც ასევე არიან ქურუმებიც, რომლებსაც აქვს განსაკუთრებული ცოდნა და შეიძლება ესეც იყოს პრობლემა სტუდენტებისთვის, რომ პროფესორები თავისთავად უყურებენ როგორც ქურუმებს და არა როგორც თანამონაწილეებს ამ ცოდნის შექმნის, მაგრამ თავისთავად ის რომ როგორც ტაძარი აღიწერება და არა როგორც ქარხანა,
ხო შეიძლება გვეთქვა რომ ეს არის ცოდნის ფაბრიკა, ცოდნის ქარხანა. თავისთავად ამბობს იმასაც თუ რა დამოკიდებულება გვაქვს. ანუ ქარხნების გაყიდვა და გადატანა არ არის ისეთი მტკივნეული და აი დაზრების დანგრევა და სხვა ადგილას აშენება და ჩანაცვლება უკვე სრულიად სხვა ღირებულების არის და ამიტომაც სწორედ ეს მეტაფორები გვეხმარება იმის გააზრებაშიც რეალურად რას უპირებენ განათლების სისტემას და ეს არ არის უბრალოდ რაღაც ერთ შენობის მეორე ჩანაცვლების საკითხი. თავისთავად ღირებულებაც იკლებს იმ განათლების, ახლა მაგალითად ახალ უნივერსიტეტებს ძალიან დიდი დრო ჭირდებათ ხოლმე იმისთვის რომ დაიმკვიდრონ თავი და ხშირად ბაძავენ არქიტექტურულადაც კი ძველ უნივერსიტეტებს იმისთვის რომ იმ პრესტიჟის რაღაც ნაწილი წამოიღონ თავისთან, ხო? აი მაგალითად თქვენ თუ მიხვალთ მაგალითად კავკასიის უნივერსიტეტში ნახავთ რომ იქ არის ეს გამეორებული, ანუ ისეაც იყო ის არქიტექტურული ნაწილი, მაგრამ აღდგენილია ისე რომ იმეორებდეს ძველი სასწავლებლის არქიტექტურას. მაგალითად შესასვლელი ის კიბეები ძალიან გავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერიერსაც და ტაძრის ფორმაც აქვს, ხო, თავისთავად ესეც არ არის შემთხვევითი. ხო, ანუ ამ შენობების გადატანა არ არის მართლა საინჟინრო პრობლემა, ეს არ არის ეკონომიკის სამინისტროს განსაზღვრული პრობლემა, ეს არის საზოგადოების პრობლემა და მე მგონია როგორც საზოგადოებამაც უნდა შესაბამისად უპასუხოთ ასეთ პოლიტიკურ განაწყვეტილებებს. ეს არ არის განაწყვეტილება, რომელიც შეიძლება რაღაცა Excel-ის ფაილის რაღაცა ციფრების გადატანით გააწყდეს. არის ის საკითხიც მაგალითად რა დაემართება ამ უბანს არა როგორც მხოლოდ როგორც კულტურულ ცენტრს, არამედ მაგალითად რა დაემართება ამ უბნის ეკონომიკასაც. მე რაღაც პერიოდი ნიუ-იორკში ცხოვრობდი და სკოლაში, სადაც ჩვენი შვილები დადიოდნენ, მახსოვს გამოაცხადეს საგანგებო შეხვედრა. და ამ საგანგებო შეხვედრის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ეს სკოლა, რომელიც იყო რომელსაც მეხუთე კლასიდან ჰქონდა გაძლიერებული პროგრამა ფიზიკა-მათემატიკაში, აპირებდა რომ მიეცა უფლება ბავშვებისთვის, რომ მათი საგამოცდო ქულების მიუხედავად შეძლებოდა დარჩენილიყვნენ ამ სკოლაში. ანუ ეს სკოლა აღარ იქნებოდა რაღაც პერიოდის შემდეგ სპეციალიზებული გაძლიერებული სკოლა ფიზიკა-მათემატიკაში. და საგანგებო შეხვედრა გამართა ამ სკოლის ხელმძღვანელობა, იმიტომ რომ ეს ქალაქის განაწყვეტილება იყო, ოლქის განაწყვეტილება იყო, რომ ეს ასეთი იცვლება მომხდარიყო და შეიკრიბა მთელი უბანი ამ სკოლაში და ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი უბნის მაცხოვრებლებს ამ განაწყვეტილების წინააღმდეგ ჰქონდათ ის, რომ მას შემდეგ რაც ეს სკოლა გახდებოდა ჩვეულებრივი საჯარო სკოლა, ამ უბანში უძრავი ქონების ფასი შეიცვლებოდა უარესობისკენ. ანუ შენი სახლი იქნებოდა არა განსაკუთრებული სკოლის გადაღმა, არამედ იქნებოდა ერთ-ერთი ჩვეულებრივი სკოლის უბანში ყოფის სახლი, ხო? აქაც ეხლა როცა შეიძლება დავფიქრდეთ იმაზე რა ელის უძრავ ქონებას, როდესაც დაანგრევენ უნივერსიტეტების შენობებს და იქ ააშენებენ ჩვეულებრივ საოფისე პარტებს და სახლებს და ტრენაჟორებს და რესტორნებს. ну სავარაუდოდ ეს იქნება არა საუნივერსიტეტო უბანში აშენებული პრესტიჟული სახლები, არამედ იქნება დიდი საცობის რაღაცა ქვეშ უასპარეზე უზარმაზარი მოსახლეობის რაღაცა ტანჯვის ადგილი. ანუ ეხაც საშინელება ხდება ამ უბანში და მერე იქნება ბევრად უფრო უარესი, იმიტომ რომ იმ ხალხის დიდი ნაწილი, რომელიც ამ უბანში მთელ დღეს ატარებს, ისინი არიან სტუდენტები და პროფესორები, რომლებიც ფეხით გადაადგილდებიან ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით და შემდგომში ეს იქნება ხალხი, რომელიც იცხოვრებს მრავალსართულიან შენობებში, იმუშავებს მრავალსართულიან ოფისებში და რა ვიცი, ხო, მოვა აქ კიდე სხვა უბნებიდან ხალხი იმისთვის, რომ აქ დასაქმდეს. ესე რომ მხოლოდ კულტურული და სოციალური მხარე არ აქვს ამ ცვლილებას, ასევე აქვს ეკონომიკური მნიშვნელოვანი მხარე. შეიძლება ეს კარგი იყოს ეს განაწყვეტილება მაგალითად რუსთავისთვის, იმიტომ რომ რუსთავის რა ქვია
უძრავი ქონების ფასები აიწიოს იმითი, რომ იქ უნივერსიტეტი გაჩნდება, მაგრამ ნამდვილად ცუდი იქნება ვაკისა და საბურთალოს მოსახლეობისთვის. ესე რომ მეზობლები იმას უნდა დაფიქრდნენ, ხომად დაკარგავენ ისინი საკუთარი ქონების ფასის ნაწილსაც, როდესაც ეს ცვლილება მოხდება.